გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის განვითარებისთვის მთავრობას არაერთი კონცეფცია აქვს მომზადებული, თუმცა არც ერთი არ არის რეალიზებული. კონცეფციებზე მუშაობის პარალელურად მთავრობაში აცხადებდნენ, რომ იმ ეტაპისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტიციის განხორციელება არ განიხილებოდა. დღემდე არც ის არის ცნობილი დასრულდა თუ არა გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განაღმვა და რამდენად არის ტერიტორია უსაფრთხო ამ კუთხით. თუმცა ამავე ტერიტორიაზე მთავრობას თავის დროზე არაბი ინვესტორებიც ყავდა მიყვანილი. ახლა უკვე გონიოს მიმდებარე ტერიტორიისა და კრწანისის პარკის განვითარების საინვესტიციო პროექტების ხელშესაწყობად საქართველოს მთავრობის განკარგულებით მთელ რიგ სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება და უწყებათაშორისი კოორდინაცია. მთავრობის ამ განკარგულებიდან ჩანს, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას ზურმუხტის ქსელის საზღვრებს ჭოროხის დელტაში. ზურმუხტის ქსელი პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. იგი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის ბერნის კონვენციის დანერგვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. საქართველო ბერნის კონვენციას 2008 წლის ბოლოს შეუერთდა და ამით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მონაწილეობა მიიღო ზურმუხტის ქსელის შენარჩუნებასა და გაფართოებაში. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც ავალებს ბერნის კონვენციით დაცული ჰაბიტატების შენარჩუნებას. ჭოროხის დელტა ასევე ნაწილია ბათუმის 10 კილომეტრიანი სამიგრაციო ძაბრის, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი მილიონზე მეტი ფრინველი გადაუფრენ.